სამკურნალოდ გამოუცდელ მედიკამენტებს გამოიყენებენ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა საეში ვირუსის შედეგად დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში უკვე 1013 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს. დღეს ებოლას პირველი ევროპელი პაციენტიც ემსხვერპლა. 75 წლის სასულიერო პირი, რომელიც ლიბერიაში დაავადდა, მადრიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პერატგანიანი მოზარდის გარდაცვალება მისურის შტატში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა. 18 წლის მამაკაც პოლიციის ოფიცერმა მანქანაში მომხდარი ჩხუბის დროს ესროლა. ამის შემდეგ ქალაქ ფერგუსონში მომხდარი სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოსვლების შეტაკებებში კი მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წრემსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მსოფლიოს კინოსამყარო რობინ უილიამს გლოუბს კინომოყვარულების ნაკადი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ამ დრომდე არ წყდება თაყვანისმცემლებს მსახიობის ვარსკვლავთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. 73 წლის რობინ უილიამსი კალიფორნიაში საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა. მსახიობს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო პრობლემები ჰქონდა და სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა, ბოლო პერიოდში კი დეპრესიას ებრძოდა. Pomro ადამიანთან ერთად რობინ უილიამსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამას თქმით, ის ყველა როლში უნიკალური და ერთადერთი იყო. მსახიობს თავისი კოლეგებიც იხსენებენ. ძალიან ნაადრევი იყო მისი სიკვდილი, ძალიან ადრე დაპტოვა. ის უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და არ მგონია მის ნიშნულს კიდევ ვინმე მიაღწიოს. რობინმა საკუთარი სტილი დაამკვიდრა, მის მიერ შესრულებული ყველა როლი შეუდარებელია. ამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია. მისი ტალანტი კი განუზომელია. საჯაროდ არაფრის თქმა არ მინდა ეს ყველაფერი თავად გადავლახო. ძალიან დამწუხრებული და შოკირებული ვარ, ვუსამძიმებ თემ მსოფლიოს. კინოსამყარომ ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი დაკარგა. და ახლა კურიერში ამინდის დროა ხვალ ამის განაპირობებს ამერიკა-კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და ნოტიო ჰაერის მასების და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსაოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ათომში 29 გრადუსი, 31 გრადუსია ნავარაუდევი ფოთში, სოხუმში 28. თუმბიჩარი 30 გრადუსამდე გათბება, ახალციხეში 30 გრადუსი სითბო, ქუთაისში 32 გრადუსი. 29 გრადუსი იქნება ლენტეხში, ამბროლაოში 29 გრადუსი სითბო, ცხინვალში 33. თბილისში 34 გრადუსამდე გათბება, 35 გრადუსი იქნება რუსთავში, თელავში 34 გრადუსი, სიღნაღში 35 და ყვარელში 34 გრადუსი სითბო. თბილისში დრო გამოშვებით მოიღრუბლება შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის ქარი, ჰაერის მოსაოდნელი ტემპერატურა დილის 9 საათზე 25, 12-ზე 30, 15-ზე 34, 18-ზე 32 და 21 საათზე 26 გრადუსი. ახლოესი დღეების პროგნოზი გესტი. გერმანული ლიტრანახევრიან ბოთლში სამმარად მხოლოდ კასტელ ჯორჯიასგან ისიანოვნე და გაუზიარე მეგობრებს. გააკეთე სწორი არჩევანი. მიიღე უპროცენტოს წესხის სახლიდან გაუსვლელად. ვივუშჩი ფული თანამედროვე ხალხისთვის. გორენია წარმოგიდგენთ სარესხ მანქანებს მართვის უნიკალური პანელით, ოპტიდრამის ინოვაციური დოლურით. შეიძინეთ გორენიას ახალი 45 სანტიმეტრიანი სარესხი მანქანა 629 ლარიდან. მაღაზიებში დიაშოკ ფასებია. შამპუნი პანტენი 4 ლარი და 35 ცენტრი. თმის საღებავი გარნია 4 ლარი და 25 ცენტრი. სარესხი საშუალება არიელი 6 ლარი და 50 ცენტრი. სეიფგარდი 99 ცენტრი. ბელმოლუქსი 2 თალის ფასი 3 და 99 ცენტრი. მესამე შენადანს მიიღებთ საჩუქრად. მხოლოდ აგვისტოში მაღაზიაში ჩემი სახლი 50%-მდე ფასდაკლება გარე ავეჯზე. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. მაღაზია ჩემი სახლი, ადგილი სადაც გელოდებიან.
აგვისტო, ქობულეთში დასვენების დროა. გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები სასტუმრო პალერმოსა და სასტუმრო დიანაში. მინიბარი, კონდიციონერი, ტელევიზორი, ინტერნეტი. სასტუმროები მდებარეობს ქობულეთის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე. ფასი 45 ლარიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა 2,240 100. მხოლოდ ელიტ ელექტრონიკში შეიძინეთ Hyundai-ის საუკეთესო ხარისხის კონდიციონერი მხოლოდ 499 ლარად. 16 და 17 აგვისტოს ქუთაისში ბალახვანის 100 საფეხურიან კიბესთან. ნატახტარი წარმოგიდგენთ ქუთაისის ყოველწლიურ ლუდის ფესტივალს ქუთაისი Beer Fest 2014. მონაწილეობენ Latino Voice, დავით ილურიძის ბენდი, რეგიონი, გობლინები, ვიჯათ ბერდ, ჯგუფი ყველა, ანი კეკუა, ფრანი. ფესტივალის დასაწყისი 17 საათზე. სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა, ჩვენ მიტოვებას აპირებ. ნუ ართულებ. არ დავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამედალიე დაღეჭე ორბიტი. პარიზი 1914 წელი. სიყვარულით შთაგონებული ნიკო სანდუკელი ლიმონადის საიდუმლო რეცეპტს ქმნის. სიყვარულის ნექტრად წოდებული ჯადოსნური სასმელი მალევე იპყრობს მისი რჩეულის გულს. ცოცხალი ხილის მრავალფეროვანი და თავბრუ დამხვევი არომატი. გემო, რომელიც დროში მოგზაურობს. ლიმონადის ზანდუკელი. რეცეპტის 100-წლიანი ისტორია. დაუვიწყარი ზაფხული ახლა შენს ხელშია. Hey! Coca-Cola, მოხდა ზაფხული. Take my hand and come with me because you look so fine that I really want to make you mine. I said you look so fine that I really want to make you mine. 4, 5, 6, come on and get your kicks. Now you don't need the money when you look like that, do you, honey? A big black boots, a long brown hair. She's so sweet with her get back stare. Well, I could see you home with me, but you were with another man, yeah. I know we ain't got much to say before I let you get away, yeah. მათთვის ვინც ზრუნავს საკუთარ ავტომობილზე. ნანო, მატებს ძრავის სიმძლავრეს, ამცირებს საწვავის მოხმარებას, ზრუნავს ეკოლოგიაზე. ნანო, ახალი საწვავი სოკარისგან. განუყურებთ კურიერ 9 საათზე და დღის მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ობოლაძე გვერდება საღამოშტებს დიმა. საღამოშტობისა. ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გრძელდება საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც პარალელურად ფიდეს აღმასკომის ხდომებით იმართება. ხვალ ტრომსოში აღმასკომი 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლის შესახებ იმსჯელებს კანდიდატთა შორისაა ბათუმიც. რამდენად რეალურია საქართველოს შანსი და როგორ ემზადება ჩვენი დელეგაცია ხვალინდელი პრეზენტაციისთვის. დავით ერაძის კიდევ ერთი ჩართვა ტრომსოდან. დავით, გისმენთ. ბათუმი თუ სამხრეთ აფრიკის კეიპტაუნი ამის შესახებ ცნობილი დაახლოებით 24 საათში გახდება. ზუსტად ამდენ ხანში დაიწყება ის კონგრესი, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს ამ ორი ქალაქიდან ერთ-ერთს, თუ რომელი უმასპინძლებს 2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც ამ სპორტის სამსახეობაში ერთ-ერთი უდიდესი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობას 4000-მდე სპორტსმენი და მათი თანმხლები პირი იღებს. ბათუმელები კი მცირე კონსულტაციას ბაქოსგან აიღებენ, რომელიც ოლიმპიადას უკვე 2016 წელს უმასპინძლებს.
გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, რომ ეს ღონისძიება მოიგოს საქართველოს და ბათუმმა. იმედი გვაქვს, რომ ეს კენდისხა წარმატებული იქნება ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ მართლა საქართველოს ყველა ტურნირის უმასპინძლა დღემდე და სოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა იქნება კიდევ ერთი მაღალი საფეხური, რომელზეც ქართული ჭადრაკი უნდა ავიდეს. ვფიქრობ, რომ ბათუმი გაიმარჯვებს ამ კენჭისყრაში. აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურული თუ სხვა ლოჯისტიკური საკითხები უკვე შეჯერებულია, შემოწმებულია ექსპერტების მიერ და ჩვენ მზად ვიქნებით 2018 წლისთვის აქტიურად რომ მივიღოთ და უმასპინძლობთ აღნიშნულ ტურნირს. დაახლოებით 2 საათის წინ კი დასრულდა ზურაბ აზმაიფარაშვილის როგორც ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტის პირველი ყრილობა. მან უკვე თავისი ბორდი ოფიციალურად წარადგინა და ევროპის ასოციაციებს წარუდგინა საკუთარი სამოქმედო გეგმა. ყველაფერს გავაკეთებ პირველ რიგში იმისათვის, რომ ეს თანამდებობა ჩემ ქვეყანას მაქსიმალურად გამოადგეს. ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, რაც მივეცით ჩვენს ფედერაციებს, ჩვენ დელეგატებს, წარმომადგენლებს. პირველ რიგში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. ისტორიული გამარჯვება მოიპოვე. დარწმუნებული ვარ, ზურაბ აზმაიფარაშვილი გამორჩეული პრეზიდენტი იქნება, რომელიც თანამედროვე ევროპულ ჭადრაკს ახალ საფეხურზე აიყვანს. ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ყოველი ჩვენთაგანის მიზანია ჭადრაკის განვითარება. ამ წუთებში კი საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოს წინა ტური მიმდინარეობს. საქართველოს ქალთა ნაკრები პოლონეთს ხვდება და საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მიმდინარეობს. ვაჟები კი კუბელებს ეთამაშებიან. აღსანიშნავია, რომ ხვალ ორივე ნაკრები დაისვენებს, თუმცა ხვალინდელი დღე, როგორც გითხარი, ძალიან დატვირთული იქნება. დღეს კი ხვალინდელი დღის მოსამზადებელი ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გაიმართება ეგრეთ წოდებულ ქართულ სახლში. საქართველოს დელეგაცია ყველა ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლებს საერთო ჯამში 300-მდე სტუმარს ელოდებიან ქართულ სახლში, სადაც წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ბათუმის შესახებ და ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ბათუმში ჩასული სტუმრების განკარგულებაში იქნება, თუმცა ამის შესახებ კურიერის მაყურებელი უკვე ჩვენს ხვალინდელ გამოშვებებში შეიტყობს. დავით ვერაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შედარჩევი ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება.